აზროვნის პროცესში სიტყვები კიდე კავშირშია, კლასტერშია ერთმანეთთან. აი ერთი 6 თვის წინ მიაქცია ყურადღება ჟურნალისტმა მკითხა. აი ეს რა ქვია, რო ასწავლიან მეთქი ბავშვებს, რომ თქვენ და იბრძოლო, შენ ცხოვრებაში და იბრძოლო, შენი ადგილი უნდა დაიყო, სტატუსი უნდა რა დაცვის უნარი არა. მგონია რომ შვილს ვამზადებ მაგარ ტიპად, ხო, ბრძოლის უნარიანად. და რეალურად ნახეთ ახლა რა გამოდის. როგორც კი მე ვდებ და დაპროგრამირება დავარქვათ. ბავშვს ცნობებში რომ უნდა იბრძოლოს თურმე ყველაფერთვის, ბრძოლასთან ერთად ავტომატურ რეჟიმში მასთან ხდება შემდეგი დაკავშირებული ცნებები. ბრძოლა ნიშნავს ომს, გამარჯვებას, დამარცხებას, მტერს და მოყვარეს. ესე იგი მე რომ მეუბნები ჩემს შვილს რომ უნდა იბრძოლო ყველაფრისთვის და ყოველთვის და ბრძოლის უნარიანი უნდა იყო, ბრძოლის უნარიანი იყო ბრძოლაში და ომში. ცხოვრები. ახლა რა გამოდის? მარტივ მე და თქვენ კოლეგები ვართ ერთად მუშაობთ, ძალიან მეგობრობთ, კარგად დავარ. განთავისუფლდა დირექტორის ადგილი. მე და თქვენ ვართ პრეტენდენტები. მე რა მასწავლეს რომ უნდა ვიბრძოლო, ხო? ესე იგი თქვენ ვინ გამოდიხართ? ტერი, ხო? წავიდა უკვე არაეთიკური ქცევები. ახლა მაშინ უნდა გაგანადგუროთ, რომ ტერი ხარ, იმიტომ ესე ჩამიდეს თავში, ხო? ეს ერთი ცუდი, რომ მე ცუდი ტიპი ვხდები. და მეორე ცუდი, ის რომ თუ თქვენ გახდით დირექტორი, მე რა გამოვიდა დავმარცხდი და გავხდი მოწყვლადი. ანუ მარცხი მირტყავს პირდაპირ, გავხდი გაბურტებული და არც მე რა გავაკეთო, არც ქვეყანამდე და არც არაფერი. ხა მეორე ვარიანტია, მოდი ჩავდოთ დავაპროგრამოთ ჩვენი ბავშვი, შვილი თუ რაღაც, რომ ვიყავი რა გონიერი რა. გონიერება ნახე რა სიჯობს ვექტორი განვითარების ეს რა. მე და თქვენ ვართ პრეტენდენტები, თქვენ დირექტორი გახდით, მე ვერ გავხდი, მე ვიწყებ რომ რა დამატდა, რა უნდა მქონდეს, რომ შემდგომში, ასე ვთქვათ, ღირებულება ჩემი მეტი იყოს. ესე გამოდის რომ თქვენ დირექტორი გახდით, მე დავჭკვიანდი, ან მე გავხდი დირექტორი და თქვენ დავჭკვიანდით. როცა იმ შემთხვევაში მე გავხდი დირექტორი და თქვენ დამარცხდით და მე გავიმარჯვე. ასე რომ არასწორი თვითონ სიტყვა, იგივე აი ბრძოლა, ჩემ თავს ვებრძვი და არაფერი გამომდის. და იცი რატო არაფერი არ გამომდის, იმიტომ რომ ებრძვი. იმიტომ შენმა თავმა ვერ გაიგო რომ ებრძვი, იმან კი იცის რომ უნდა მოგაგებინოს, მაგრამ ვერ გაიგო მიუთითე ვინ უნდა ვის უნდა მოუგო შენ თავს და ვერ მიხვდა შენ რა გაიგეს. უნდა წაგაგებინოს რომ მოგაგებინოს, რომ წაგაგებინოს, ხოლო დაამთავრდა დადიხარ და კიდე 20 წელი შენ თავს ვებრძვი. პირველი როცა რაც უნდა გააკეთო, რომ ოფისარ ვებრძვი შენ თავს. ის თქვენ მანქანის ტარებას რო სწავლობ, რას ამბობ, ვებრძვი ჩემ თავს. აი ვიღაც გოგონთქო მე მგონი მართლა ვებრძვი. მანქანის ტარება. არ ვებრძვი, ახალი უნარი მინდა შევეცდო, ხო?